მოგესალმებით, მეგობრებო. Რაღაც მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. დიდი ამბავი არის ატეხილი ამ ნაკრების ფეხბურთელების თაობაზე და აქ მთელი გარჩევა გამორჩევა მიდის. რა თქმა უნდა, კოცების ლიდერშიპი, ასე ვთქვათ, ეს კობახიძეები, კალაძეები და მთელი საკოცეთი, ასე ვთქვათ, ფეხბურთელების დამცველებად მოგვევლინენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, რომელსაც ჩაისვარეს მოგეხსენებათ ამ შესარჩევ ციკლში. ბულგარეთთანაც კი წააგეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ. ხო და ამაზე მინდა ვილაპარაკოთ ახლა ეს ეროვნული ნაკრები რო გადაიქცა, არა მარტო ეროვნული ნაკრები, ყველა სპორტის ფედერაცია და ყველა ნაკრები საერთოდ ქართული ოცნების ქვედანაყოფება და ამას ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკი, ხო? თვითონ იძახდნენ კოცები პოლიტიკისგან გამიჯნოთ სპორტიო და პირველი, ასე ვთქვათ, შემწოვი ამ კიკუებად ქცეული სპორტსმენებისა თავად ქართული ოცნება მარტო ის რა დღისო ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი და რა ვიცი ვიქტორ სანიკიძეები, კობიაშვილები. აი როგორც რა ვიცი, რა შევადარო ნეხვის გროვად დევს ეს ყველა სპორტსმენი პარლამენტის ლიპარტელიანია კიდე ხო ძიუდოისტი. ნეხვის გროვად დადეს პარლამენტში. რომელიც საკანონმდებლო ის რა ქვია, საქმიანობა ხა წერა-კითხვა არ იციან ხა რა თუნა ამას. ღმერთმა გაუმარჯოს, კაი სპორტსმენები იყვნენ და ეწეოდნენ კარგად შტანგებს და იმეებს რა ქვია. ძიუდოს ილეთებს ატრიალებდნენ აქეთ-იქით. ღმერთმა გაუმარჯოს, როგორც მედლებით მოიპოვეს. მაგრამ რა შვაშია პოლიტიკა ძმაო. საქართველოში რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსია, იცით თქვენ, საერთოდ ვისაც შეიძლება პოლიტიკოსი უწვდო. ეს ხო ის არ არის, კაცო, მუშტაედის ბაღში დაჯდე და ფეხბურთი არჩიო, როცა არასდროს გითამაშიო ფეხბურთი. პოლიტიკა ურთულესი მეცნიერება არის და პლუს ამას აღარ დავიწყებ ხა ჩამოთვლას, აი რა ადამიანური თვისებები უნდა კონდეს ზედ კიდევ რომ ითვლებოდე პოლიტიკოსად და გერქვას პოლიტიკოსი, ხო? ეხლა გამოადგე და ემსახურო შენ სამშობლოს და ხო სიტყვა რო არ გაგვექცეს ეხლა ფეხბურთელებს მიუბრუნდეთ. მართალია თუ არა და რამდენად გამართლებულია მათი კრიტიკა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამართლებულია და ყველა წესიერი ქართველი პასუხს უნდა სთხოვდეს ამ ჩვენ ფეხბურთელებს, რომლებსაც უზომო სიყვარული და თანადგომა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა აი ამ ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე შესარჩევ ტურნირში, მე შემდეგ ჩემპიონ ხალხმა ვალები აიღო და ისე წავიდნენ გერმანიაში საგულშემატკივროდ. და რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ხალხს დაამტვრია სახის ძვლები. ეს ყველაზე ცნობილი პატიმარი გიორგაძე, პატარა ბიჭი, რომელიც ქართული რა ქვია, საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და გულშემატკივარი იყო. გულშემატკივარზე ვლაპარაკობ. ციხეში ზის დღეს, ხო? ციხეში ზის პატარა ბიჭი, აი გაქანებული ფანი ამ ეროვნული ნაკრებისა და ერთი სიტყვა გაგიგიათ თქვენ ეროვნული ნაკრების წევრებისგან, ფეხბურთელებისგან, რა ვიცი, კალათბურთელებისგან, ჯიუდოისტებისგან. არ შეიძლება ასე ძმაო. პატარა ბავშვებს სახის ძვლებს რო ამტრევ და შენ ჩუმადა ხარ ამ დროს, ხო? შენ ხარ არა კაცი. აი ისე და ისე იმ პრობლემამდე მივდივართ რა, კაცობის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ რა ქართულ პოლიტიკაში, საერთოდ ცხოვრებაში. კაცების დეფიციტი არის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ახლა თქვენც კარგად მოგეხსენებათ, როგორი ყელმოღერებული სუფრასთან ვაშკაცურ აურას აფრქვევენ და ასე მიხრა მოხრა, წარბის აწევა, ხმამაღალი საზოგადოებების თქმა მეობაზე, ვაშკაცობაზე, დედაზე, ქალებზე, სამშობლოზე, ღმერთზე. და ამ დროს არაკაცები არიან. დიახ, ყველა არაკაცია, ვინც საქართველოს გაუპატიურებას და რუსულ არაბულ ბორდელად ქცევაზე ხმას არ იღებს და
მეტიც ტაშცაც კი უკრავს ბორია ივანიშვილის სახელობის რუსულ ბორდელში საკუთარ გაწევრიანებას. ამას ასე ქვია. კიკუები ხართ ყველა. კაცობაზე თავს ნუდადებთ რა. როცა შენი ხალხის თუნდაც შენთვის მიუღებელი პოლიტიკურად ფიგურების, რა ვიცი, აქტიორების, ადამიანების, დემონსტრანტების დატერორებას, სახიძულების მტრევას, პატიმრობას, ქალების თმებით თრევას, ქალების დაპატიმრებას, 9 შვილის დედა იმ დღეს ნახე რუსიკო კობახიძე აქციაზე. 9 შვილის დედა 3 დღით დააპატიმრეს გზის გადაკეთვისთვის. აი ამას ან ქურდულში, რა ვიცი, ან თბილისურში, ან რაიმე გაგებით თუ გამართლება აქვს, მაშინ ესეთი გაგებაც მოუტყან და ესეთი ქურდული გაგებაც და ყველანაირი გაგებაც. ეს არის გაგება, ეს არის ქალის მიმართ პატივისცემა და საერთოდ ქართველობა და კაცობა? კახი კალაძემ კაცობაზე როგორ უნდა ელაპარაკოს კაც? ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვინც რამეს იტყვისო, აი ეს არაკაცები არიანო და 300 კაცი დარბის რუსთაველზეო და რამდენჯერაც მეტი დარბის რუსთაველზე კახი. რამდენჯერაც მეტი დარბის. იმჯერჯერ გთხარა შენც პირადად და საკოცეთის ყველა წევრს შენმა დაქალმა დემნაგვასალიამ და შენმა დაქალმა ბიჭოლამ. ესე მოსულა? და რომელ კაცობაზე ლაპარაკობს ხელა კახი კალაძე, რომელიც იყო შევარნადის პუტანა, ხო იყო? სააკაშვილის კახპაკიკუ ხო იყო? 5 ნომრიან ბანერებზე გამოჭიმული რო იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. სააკაშვილის საარჩევნო შტაბის პუტანა იყო კახი კალაძე, დღეს ვითომ ნაცებს ებრძვის. და დღეს ახლა არის ბიძინა ივანიშვილის ბორდელის კიკუ. ამან კაცობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? თუ კაცობა საერთოდ სხვა რამეა და მე არ ვიცი და რაღაც მეშლება. ქალების სახით თრევა ასფალტზე კაცობა არის და ამისთვის ტაშის დაკვრა? ხო და როგორც კალაძეს, რა ვიცი, კობახიძეს, აი კობახიძეს და კალაძეს ვინ უნდა ასწავლო? ვის უნდა ესწავლებინა მათთვის კაცობა? კარლო კალაძეს თუ გიორგი კობახიძეს? ამათ ვინმე კაცებად იცნობს საქართველოში? თუ ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ეს კარლო კალაძე და რა ვიცი გიორგი კობახიძე და სხვები რა ვიცი. აი ეს უცნობი რომ გამოდის და კიდევ კაცობაზე ლაპარაკობს და აბა რაო ძმაო ეს ემიგრანტებმაო აქ უნდა ინებოვნო ჩამოსვლაო ერთი დღითო და აქ უნდა მისცენ ხმაო კაც. ანუ ემიგრანტები რომლებიც მილიონზე მეტი არის და რომელთა გადმორიცხვებითაც საქართველოს შიმშილს გადარჩა პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ შიმშილს, იმიტომ რომ მათ მიერ ამასწლეულების გადმორიცხული თანხა წელიწადში 4 მილიონი დოლარია, ვინც არ იცის. და ჯამურად რო შეკრიბო 100 მილიონ ლარზე მეტი არის. მათ მიერ გადმორიცხული თანხა საქართველოს ბიუჯეტი, ვინც არ იცის 27-26 მილიონი ლარი არის. 5-6 საქართველოს ბიუჯეტის წლიური ბიუჯეტის ტოლი თანხაა გადმორიცხული ჩვენს ემიგრანტებს, დედებს, ბებიებს, რომლებიც ჯოჯოხეთური შრომის შედეგად იქ თითოეულ კაპიკს შეულობენ და აქ აგზავნიან, რომ მათი ახლობლები არ მოკვდეს და მათი ახლობლებისთვის გადმოგზავნილი თანხა ეს არის საქართველოს ბიუჯეტში ინვესტირებული თანხა. ჩვენი ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად გადმორიცხული 4 მილიარდი ბევრად მეტია მთელ საერთაშორისო დასავლურ რუსულ ყველანაირ ინვესტიციაზე. წარმოიდგინეთ ემიგრანტები მთავარი ინვესტორები არიან საქართველოში. პირველ ადგილზე დგანან. და ამათ ეუნები შენიცი რა ანებე მან სამუშაოს თავი. მით უმეტეს საბუთი არა აქვს 80%-ი, იქ ანუ საზღვარს ვერ გადამოკვეთავენ. ესე გეუნებია რომ არა გაქვს რა ძმაო ხმისუფლება, იმიტომ საქართველოში არ ცხოვრობ და ამას ეუნება ეს ციციბურა კიკუ უცნობი, რომელმაც პირადად თქვა, აი პირადად აღიარა. რომ იპოდრომის პროტესტი მე გავყიდეო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რო იყო. მივედი სააკაშვილთან შავნაბადაძე დაველაპარაკეო, შემპირდა ტელესიხშირეო, ანუ ტელევიზიის გახსნაო და ამაზე დავშორდითო მე ჩავაგდე პროტესტიო და მან კიდე მე გადამაგდო. თვითონ აქ ნათქვამი. ჩვენ ხო ისიც ვიცოდით რა თქმა უნდა, რაც იქ მოხდა, მაგრამ თავად აღიარა რომ პრასტიტუტკა არის.
სააკაშვილთან გარიგების შედეგად გაყიდა 100,000 კაცი, რომელიც იდგა იპოდრომზე და მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნების გაუქმებას. აი ეს გაყიდა ამ კახპა უცნობმა და მისმა ძმამ გრეჩიხამ. აი ეს ასწავლის ხალხს, ემიგრანტებს და ჩვენც ყველას, როგორ უნდა ვიცხოვროთ ბიძინას ბორდელში. როგორც თვითონ ცხოვრობს. ხო და ბევრი როარ ვილაპარაკოთ. კაცობის პრობლემა არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ საერთოდ საქართველოში, იმიტომ კაცებმა არიციან რა არის კაცობა. არიციან არაბულ სოფელს რომ არაბულ ქალაქებს რომ უშენებს ბიძინა და ამას ტაშს უკრავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაბული ბორდელებიც რო აშენდება, იქ აპირებენ დასაქმება თავიანთი ცოლშვილებიანად და ამათ რა კაცობაზე უნდა ელაპარაკო. ფეხბურთელები რა ვიცი, სოფლიო ვარსკვლავები არიან, ხო? კაცობა არა, არც კვარაცხელიას არა კაცობა. არც მამარდაშვილს, არც ხვებს. აი ეს 4 რო არიან კიდე კიტეიშვილი, ვეღაც გოჩოლეიშვილი თუ ვეღაც შიბლოიდები, რომლებაც ქართული ოცნების საარჩევნო კლიპში მიიღეს მონაწილეობა. იმათაც არა აქვს კაცობა. ერთი იმან ამოიკვინეს და რა ქვია. ქოჩორაშვილმა რაღაცა როცა ხალხის ცემა დაიწყეს რუსთაველზე, რაღაც ფოტო დადო ევროპული ბავშვი იდგა ევროპული დროშით და ისეს მერე წაშალა. იმის მერე რაც დაიწყო კალაძემ, ეგენი ბიჭო ოჯახებიანად ნაცები არისო. ანუ ქოჩორაშვილს კალაძე არაკაცმა დააბრალა ნაცობა იმის გამო რომ მან გააპროტესტა ბავშვების ცემა რუსთაველზე. და ამის გამო არც ერთ ნაკრების ფეხბურთელს ხმა არ ამოუღია საკუთარი თანაგუნდელი დასაცავად. ქოჩორაშვილი დაიცვა ვინმე? ნაცი რო უწოდა კალაძემ? შეურაცხყოფა რომ მიაყენა, რომ დააბრალა ნაცობა ქოჩორაშვილი. დაიცვა ვინმე? მან კვარაცხელია, მან მამარდაშვილმა? არა. და მერე ბიძინა ივანიშვილისგან რა ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ფულისგან ბიუჯეტიდან აიღეს 30 მილიონი. თითქოს ახლა არ ყოფნით ის მილიონები, რასაც იღებენ. თავიანთი იმით, რა ქვია, ჰონორარებით და თავიანთი კონტრაქტებით. ხო და ამიტომ ვიძახი, არა აქვს კაცობა. ფეხბურთელობა, კარგი ფეხბურთელობა, კარგი მსახიობობა, კარგი რეჟისორობა არ ნიშნავს, რომ კაი კაცი ხარ და კაი ქართველი ხარ. ჩამოგითვალოთ მაგალითები? გენიოსი იყო. გენიოსი იყო. ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, რამას შხიკვაძე, საერთოდ ეგეთი მსახიობი არ მინახია, რა ვიცი. ვერ ყვევი რაღაცეებში ახლა. არ მინახია ესეთი მსახიობი, იგივე ოთარ მეღვინეთუხუცეს, მაგრამ არაკაცები იყვნენ ყველა. იმიტომ რომ ხალხსო ქუჩაში ხრიტავდნენ ზვიადისტობის გამო, ეგენი ტაშს უკრავდნენ ამათ და პირიქით მიდი კარგად დახურთეთო, აი ამას ეუნებოდნენ შევარდნაძის ბანდებს. და ულოკავდნენ კიტოვანს და იოსელიანს და მათ, რა ვიცი, პირუტყვების, ქვია, ზონდერ ბრიგადებს სისხლიან ლაშებს. რომ კარგად დაეხურტათ და კარგად ეწამებინათ ქართველები. რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ახლა, რატომ უნდა დათანხმებოდნენ ნორმალური ქართველი? ზუსტად გამსახურდია ხელისუფლების დამხობას და ამ კრიმინალური ბანდის მიერ ძალაუფლების მიტაცებას. აი ესენი ეს მსოფლიო მნიშვნელობის მსახიობები და ხელოვნები იყვნენ არაკაცები. ანუ არ ნიშნავს, ხო? რა ვიცი. წარმატებული მსახიობობა და წარმატებული რეჟისორობა და წარმატებული მხატვრობა კაცობას და ქართველობას. ასევე არიან ფეხბურთელებიც, ხო? აი მარტივ მაგალითს მოგიყვან, მოდელირებულ მაგალითს. ხუჩა კვარაცხელიას დარი ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში და 1-2 თუ არის, ხო? აღარ ჩამოთვლი ახლა. მასზე უკეთესებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ დღესდღეობით ხო არის ტოპ პირველი საქართველოს ნაკრებში. აი საქართველოს ნაკრები არის ხუჩა კვარაცხელია, ხო? ხუჩა კვარაცხელიამ კაცობა რო გამოიჩინოს და თქვას, რომ არ შეიძლება ასე ძმებო, ესე ევროინტეგრაციის ჩასლა, მე რო კარგად ცხოვრობ ევროპაში და მინდა ევროპა, ჩემ ხალხსაც ხო უნდა ევროპა. რატომ ულეწავთ სახი იძულებს მამად? მე ამას ვაპროტესტებ და სანამ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვათ, მე არ ვითამაშებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. რას იზამენ? აი ეს კალაძე და ეს ბანდა ეს კობახიძეები და ბორიას პუტანები. გააგდებენ ხუჩა კვარაცხელია საქართველოს და გაბედავენ ამას? თუნდაც გააკეთონ ეს. ამას ხო ამხელა პროტესტი მოყვება. რას კარგავს ხუჩა კვარაცხელია? იმით რომ კაცი იყოს და
ხალხს დაუდგეს გვერდზე. არაფერს. პარის სენ-ჟერმენიდან გამოაგდებენ თუ იმ მრავალმილიონიან კონტრაქტებს გაუქმებენ, არა, უფრო მეტ პატივს სცემენ, რომ საკუთარი ხალხის გვერდით დადგა და არაერთი მაგალითია ასეთი სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ხო? ქუჩა კვარაცხელიაზე არანაკლებ თუ დიდი არა ვარსკვლავი იყო ზვონიმირ ბობანი, გაიხსენეს აქ საფეხბურთო სპეციალისტებმა, რომლებმაც სერბეთის პოლიციამ რო ხორვატ გურვაში შემატკივრებს დაუწყო ცემა, ეს პირდაპირ ჩაერთო ბრძოლაში, საკუთარი ხელით იბრძოდა საკუთარი გულშემატკივრების დასაცავად. ზვონიმირ ბობანი იყო ეგეთი, ემახსოვრება გულშემატკივრებს ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავი ოქროს თაობის. ხუჩა ყვარაცხელიას იმას ხო არ თხოვს ვინმე რომ რუსთაველზე დადგეს და პოლიციას ეომოს. ხმა მოიღოს და თქვა სიმართლე, კაცურად სიმართლე. იგივე მამარდაშვილმა რომ არ შეიძლება, ძმაო, ქალების დაპატიმრება და ეს ტერორი და ეს ქუჩებში თრევა სახით ასფალტზე, ეს არ არის კაცობა და ამას გმობ და სანამ ამათ არ გამოუშვებ ციხე აი ბავშვებს, რომელიც მათი გულშემატკივრები იყვნენ, სანამ ციხიდან რაზე ზიანის ბავშვები. რაზე ზიანის ბავშვები დაუმტკიცდა რომელიმეს დანაშაული? 3 და 4 წლითო ზიან ჩასვეს ციხეში. ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში 242 მილიონი დღეს გადასახადი არ გადაიხადა წელს. რატო არ ზის ციხეში ბიძინა ივანიშვილი? გადასახადების დამალვისთვის რატო არ ზის ბიძინა ივანიშვილი? ბიტკოინების ქარხანას რო აგუგუნებს საქართველოში 8 თეთრად რო ყიდულობს კილოვატ ენერგია და ჩვენ რო 25 თეთრად ვყიდის სამჯერ მეტად. რატომ არ ზის ციხეში ბიძინა ივანიშვილი თუ კანონი ყველასთვის ერთია და თუ ჩვენ ბიძინას შპს ბორდელი არა ვართ. რუსული ბორდელი თან. სამართალი აი ეს არის. თუ შენ თხოვ გზის გადაკეტვისთვის შენივე მიღებული დრაკონული კანონებით ვიღაცის ციხეში გაშვებას, მაშინ კეთილინდება და შენც სკალაძე არ უნდა იჯდეს ციხეში, რაც მაგას მოპარული აქვს უკანონო მინაჩვენებლობის გამო? მაგისი მეჯორი არქის დამფუძნებელი წულაია რო ატყავებს და უკანონო მშენებლობას უაწარმოებს. ხუთ თვითონ თქვენს კაცო გავცელდა ინფორმაცია. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა, ნებართვაც არის გაცემული, რომელიც ეკუთვნის ამ კახიკალაძის მეჯოარე წულაიას და უკვე 600 ბინაა გაყიდული. დაუმტკიცებელ პროექტზე 600 ბინა გაყიდეს. ეს არ არის კორუფცია? ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? ეს არ არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზება? ამისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს? ან კალადეც და მისი ილია წულაიაც შნირიც, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის დამფინანსებელი იყო პოლიტიკური ნაცმოძრაობის? აი ეს არის. ასე რომ ვიცოდეთ რა არის კაცობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ იცის და ბევრმა არ იცის. კაცობა არ არის ბიოლოგიური მდგომარეობა და ფეხებს შორის რაღაცა რო გიქანქარებს საოხრეთ. კაცობა პასუხისგებლობა არის და ღირსება არის. პასუხისგებლობა საკუთარი ხალხის და საკუთარი სამშობლოს წინაშე. და როცა ეს არა გაქვს, როცა არაბების ბორდელად გინდა საქართველოს გადააქციო, უკვე რუსული ბორდელად ქცეული და ამას არ ეწინააღმდეგები და ამას პირიქით ტაშ უკრავ, არა კაცი ხარ. როცა ქალების გვემას და ბავშვების სახიზვლების მტრევას არ ეწინააღმდეგები და პირიქით ტაშს უკრავ, პოლიცია გმირი არისო. არა კაცი ხარ. არა კაცი ხარ. კაცობასთან ახლოს არ გაგივლია. რამდელა აფხელა სადაგძელოებიც არ უნდა თქვა, აი ეს რიჟა. ეგეც არიცით, სუფრა რა არის ეს არიცით. სუფრა რო უფლის სადიდებელი არის და სალოცავი ადგილი ეგეც არიცით. გასატყრომი და მუცლის ამოსაყორი გონიათ. არიცით რატო ქვია უფალ თამადას, უფალი თამადა. იმიტომ რომ უფლის წარმომადგენელია სუფრაზე. და იქ თამაშდება ის მისტერია, რაც საიდუმლო სერობაზე იყო. მოციქულთა სწორები არიან სუფლის წევრები. თანამეინახეები, ამას ქვია. და ლოცულობენ ქართველი კაცები სუფრაზე. დაილოცეო, აქედან მოდის. ღვინო კი არ ტკუცეო და საქონელი ვით კი არ გატყვერიო, ილოცეო. ეს არის სუფრა, ეგ არიცით თქვენ, რა იცით, ან ღმერთი რა იცით. ღმერთი საპატრიარქოში არიციან რა არის. და ეს დაზდევენ ეხლა მამა დოროთეს და აი ეს მის გვერდით ყოფ შიო კვარაცხელიას და მამა ილიას რეებს აღარ უგონებენ და რეებს რა უბედურებებს. მაგან თქვაო რომ ღმერთს არ ვახსენებ ლოცვებისაზო. თურმე ღმერთის გმობელი გამოიყვანეს დოროთე ყურაშვილი. დოროთე ყურაშვილმა თქვა ღმერთს ჩემი შეწყალებისთვის არ ვაწუხებო და
არ ვილოცები ამისთვისო, ჩემ შესაწყალებლად, თორე ყოველ საღამოს ლოცულობს რუსთაველზე და ასობით ადამიანი უყურებს ამას და იქვე ესწრება ამ ყველაფერს, როგორ ღვთის სიტყვას ავრცელებს და ჭეშმარიტ ქრისტიანობას ქართველი ხალხისა და საქართველოს გადასარჩენად როგორ ლოცულობს ის კაცი. და აცხონოს უფალმა და ღმერთმა გააძლიეროს. ხო და გაავრცელეთ ეს ვიდეოები, რა ვიცი. დაწერეთ კომენტარებში, რა ვიცი, მე თუ მეშლება კაცობა ახლა მე ხევსურს და ნახალოკის აკადემიის გამოვლილს ბავშვობიდან თუ რამე არ ვიცი კაცობისა რა არის, 1 კვადრატული მეტრზე 10 ქურდი რო ცხოვრობდა და მე თუ რაღაცა არ ვიცი ჯერ კიდევ კაცობისა, აი თქვენ მასწავლეთ და მითხარით აგე რა, თუ რაღაცა მეშლება. და ეს ყველაფერი ასე გაკეთებელი იმ ქურდულშიც არ ჯდება, კაცო. აი იმ ქუჩურშიც არ ჯდება. ტრაკულში ჯდება და ტრაკები არიან, იმიტომაც ქოცი ნიშნავს ტრაკს. არა კაცს. იხარეთ და იმრავეთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, გაავრცელეთ ბევრმა ადამიანმა ნახოს, დაწერეთ თქვენი კომენტარები და ვიცოდეთ, რა ვიცი ახლა. ანაბანა, რა არის ქართველობა და რა არის კაცობა. რაც ასე არა აქვს და ასე უჭირთ ბორია ივანიშვილიდან. ბორია ივანიშვილი ხა, სად ბორია ივანიშვილი და სად კაცობა, კაცო. ტიპმა თქვა 2 წლის წინ 200 მილიონს ვიტოვებ, დანარჩენ მილიარდებს ჩემ ხალხს ჩუქნიო. აგერო აი ფონდ ქართულს გადავცემ რომ მოახმაროს საქართველოსო. ეხლა ხო გავიგეთ ყველამ, ხო? ფონდმა ქართულ მარტო ისნის დასახლებაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50000 კვადრატული მეტრი გაყიდა არაბულ კომპანიებს და იქ თბილისშიც კი, თბილისის ცენტრში შენდება არაბული ქალაქი. 16 ცალი 55 მეტრიანი სიმაღლის მრავალსართულიანი კომპლექსი. ერთი ქალაქი 1000ობით ბინას აყიდიან იქ არაბებზე, თბილისშიც კი. აი ეს არის ბიძინევანიშვილის კაცობა და კაცური სიტყვა, ხო? აღარაფერს ლაპარაკობ იმაზე, რომ გაძარცვა საქართველოს როგორც არქიპოსეტური ექცეოდა თავის მონათა ჯოგს. ეგრე ზუსტად რა. ზუსტად ეგრე საქონელივით ექცევა თავის მომხრეებსაც და ცდილობსო დანარჩენი საქართველოს ასე მოიგდოს ნახირივით საკუთარ ბოსელში გამომწყდეული. დიდება უფალს და ემზადეთ 28 ნოემბერს დიდი უზარმაზარი გამოსვლა უნდა იყოს. 100,000-ობით ადამიანი უნდა გამოვიდეს საქართველოშიც. ამათმა დაინახონ ამდენი კაცი არის, მათი დამპალი რუსული რეჟიმის წინააღმდეგი და თელმა მსოფლიომაც გაიგოს, რომ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, საქართველოს გადარჩენისთვის, საქართველოს თავისუფლებისათვის მოძრაობა კვლავაც გადამწყვეტ და აქტიურ ფაზაშია და არაფერი არ შეცვლილა აქ ჩვენი ბრძოლის თვალსაზრისით. რომ დაინახოს თელმა მსოფლიომ საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძვის ამ ტირანიის წინააღმდეგ, დამპალი, აკოთებული ტირანიის წინააღმდეგ. იხარეთ და იმრავლეთ, გაავრცელეთ.